პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება რუსეთის მთავარი დასაყრდენი ძალა სოხუმში, გაცემულია. 1 მარტს კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ბადრა გუნბა დააწინაურა, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობიდან დე-ფაქტო პრეზიდენტობამდე. ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება მასსა და ადგურ აღძინებას შორის მოუწიათ, თუმცა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტი გახდა სწორედ ის, ვინც სასურველია არა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ კრემლისთვის. ექსპერტთა თქმით, ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურამდე არსებული შუალედით მოსკოვმა დრო მოიგო და პოლიტიკური პოზიციები სოხუმში მეტად განიმტკიცა. ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, განურჩევლად იმისა, ვის მისცა მან ხმა. მადლობა მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ბადრა გუნბასა და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. კრემლისადმი ერთგულებას ბადრა გუნბა არც სიტყვით გამოსვლებში მალავდა და არც პოლიტიკურ სვლებში. ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო კამპანიისას ის ხშირად ხვდებოდა რუსეთის ხელისუფლების მაღალ შინოსნებს, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გამტკიცებას განიხილავდა. კრემლმაც არ დააყონა და გუნბამ ჯერ კიდევ მაშინ მიიღო პუტინის მილოცვა, ვიდრე ეგრეთ წოდებული არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდებოდა. გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო. ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებამ დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი შიდა პოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თანმიმდევრულობის ხაზისადმი. ვიმედოვნებ, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება ჩვენი მოძმეერების საკეთილდღეოდ გაგრძელდება. Абхазия сделала свой выбор. ЦИК республики объявил предварительные итоги второго тура голосования за президентское кресло. ვლადიმერ პუტინის მსგავსად ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვად შეაფასა ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროცესი რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც. თუმცა არც რუსეთის პრეზიდენტის და არც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტივში არ მოხვდა ის, რაც ვიდეო მეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირეს. კერძოდ, ოკუპირებულ გაგრაში განთიადის რაიონში მდებარე ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბანზე შეერაღებული თავდასხმა და ხელშეკრულებული ჩხუბი, რომელშიც დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 20-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდარზე საქმე რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა ტერორიზმის მუხლით იმ მოტივით აღზარვა, რომ საფრთხე რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეხოთ. დე-ფაქტო არჩევნები დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ერთ-ერთი პირველი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და არალეგიტიმური უწოდა ევროკავშირმაც. ეგრეთ წოდებული არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურს არ გამოხმაურებია საქართველოს დიპლომატიური უწყება, თუმცა განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და დე-ფაქტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო უწოდა. უწყებამ ეს პროცესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად შეაფასა. მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატიურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და შესაბამისად მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს. ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალურ დონეზე თბილისიდან გამოეხმაურა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, რომლის თავმჯდომარეც ბადრა გუნბას მოწინააღმდეგის ადგურ აღძინებას მიმართ რეპრესიებს არ გამორიცხავს. უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატი გია გვაზავა კი მიიჩნევს, რომ ამჟამად სოხუმში ყველაფერი მოსკოვის გეგმით ვითარდება. ეს არის პიროვნება, რომელიც აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის საერთოდ ჩამოაშოროს პოლიტიკას, ჩვენი აზრით. ყოველ შემთხვევაში ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება იმ პროკრემლური გადაცემებიდან, რაც ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ და ეს ყველაფერი გრძელდება აი დღევანდელი დღის ჩათვლით. დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში იცვლება აფხაზების არასასარგებლოდ. სომხები მატობენ, რუსები და პრაქტიკულად შეექმნება სიტუაცია, ამას დრო ჭირდება, არა რუსეთს არ ეჩქარება, კრემლს არც არ ეჩქარება, როდესაც იტყვიან, რომ იცით რა, ეს არადემოკრატიულია ესეთი მიდგომა, რომ მარტო აფხაზი უნდა იყოს, მიწები არ გაიყიდოს და ასე შემდგომ. და
მიაღწევენ ამას, რადგან უმრავლესობა იქნებიან. ჩაატარებენ რაღაც გარკვეულ ესე იგი არჩევნებს ისევ და ირჩევენ ან ერთს ან მეორეს. ეს საკითხი, რომელიც დღეს აფხაზებს მიაჩნდათ, რომ ისინი ამით იცავენ თავის მიწას, პრაქტიკულად გადაწყდება. ექსპერტების თქმით, თბილისთან ურთიერთობების მხრივ სოხუმისგან გარდამტეხი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ბადრამ გუნბას გაპრეზიდენტებით მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი პოზიციები და გავლენები კიდევ უფრო მეტად გაიმყარა. სწორედ ბადრა გუნბაა ის პოლიტიკოსი, რომელიც მომხრე იყო კრემლის კარნახით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში წარდგენილი ყველა იმ ეგრეთ წოდებული კანონპროექტისა, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში ქუჩის პროტესტი, ასლან მჟანიას გადადგომა და საბოლოოდ ვადამდელი დე-ფაქტო არჩევნები გამოიწვია. მაშინ მოქალაქეები რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული მმართველების გადაწყვეტილებებს, რომლის თანახმადაც რუსულ კომპანიებს უკვე სამართლებრივ დონეზე ეძლეოდათ საშუალება დაებანდებინათ ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ წარმოებაში, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს კი აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა სოხუმის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეაფასა. ბადრა გუნბას სახელს უკავშირდება სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროცესში ლობირებაც, სადაც პირველი სატესტო ფრენა 7 თებერვალს უკვე შედგა, ვნუკოვოდან ბაბუშერამდე. ბადრა გუნბასგან ოპონენტები და ექსპერტები ახლა ახალ ნაბიჯებს ელიან. პირველ რიგში კი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სტრუქტურების იმ პირებით დაკომპლექტებას, როგორც ეს მოსკოვისთვის იქნება სასურველი.